მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ჩართვაში, ჩვენ ტრადიციულად ვიმყოფებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უკვე 347 დღეა საქართველოს მოქალაქეების საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საპროტესტო აქციებია თითქმის მთელი წლის განმავლობაში და ეს აქციები იცით რომ დაიწყო გასული წლის შემოდგომიდან, როდესაც ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა განაცხადა არაღიარებული არჩევნების შემდეგ, რომ ისინი წყვეტენ ევროინტეგრაციის პროცესს. Ამას მოყვა მასობრივი საპროტესტო აქციები ქვეყანაში და მას შემდეგ თქვენ იცით რომ საქართველოს მოსახლეობა უდიდესი ნაწილი დღემდე დგას ქუჩაში და მოითხოვს ახალ საპარლამენტო არჩევნებს თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებულს წნეხისა და ზეწოლის გარეშე, რეპრესიული კანონების გარეშე და ასევე, რა თქმა უნდა, თქვენ იცით რომ უკვე 150-მდე ადამიანია უკვე ქართული ოცნების რეჟიმის ციხეებში, სინდისის პატიმრები, პოლიტპატიმრები და ბუნებრივია ამ საპროტესტო აქციების მონაწილეები ასევე მოითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და მოითხოვენ იმას, რომ საქართველო აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას, რომლის პროცესსაც აჩერებს ქართული ოცნება და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო მთლიანად მოწყდეს დასავლურ სამყაროს და აღმოჩნდეს იზოლაციაში ოკუპანტი რუსეთის პირისპირ და ბუნებრივია საქართველოს მოსახლეობა არ ეგუება ამას და აცხადებენ ჩვენთან ჩართვებშიც და სხვადასხვა მედია საშუალებებში, რომ უბრალოდ შეუძლებელია ამ მოცემულობის და რეალობის შეგუება, იმიტომ რომ რუსეთი არის ამ ქვეყნის მტერი ქვეყანა, ოკუპირებული აქვს საქართველოს 20% და ვიცით რომ ის ახორციელებს საოკუპაციო ხაზთან მცოცავ ოკუპაციას და ყოველდღე ხდება საოკუპაციო ხაზიდან უდანაშაულო ადამიანების მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცება და აი ამ პროცესში იმყოფებით დღეს რეალურად რუსეთთან მიმართებაში და ამ მოცემულობაში, როდესაც ქვეყნის 20%-ია ოკუპირებული, ქართული ოცნების ხელისუფლება ცდილობს, რომ აბსოლუტურად ყველა მეგობარი ქვეყანა ჩამოაშოროს საქართველოს და მოაქციოს იზოლაციაში მტრული სახელმწიფოების გარემოცვაში. ბუნებრივია პროტესტში მყოფი საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, რომ აქ დგომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ არის ესეც, რომ საქართველო აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის პროცესს, რადგან სხვანაირად ამ ქვეყნის განვითარება და მშვიდობა ამ ქვეყანაში შეუძლებელია, იმიტომ რომ ერთადერთი მშვიდობიანი გაერთიანება დღეს არის ევროკავშირი და სწორედ ევროკავშირში გაერთიანების მოთხოვნით დგას საქართველოს მოსახლეობა დღეს ქუჩაში, რადგანაც იცით რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს მიღებული და იმის ნაცვლად რომ მოლაპარაკებების პროცესი გახსნილიყო, რომელიც დაგეგმილი იყო გასული წლის დეკემბერში, ქართულმა ოცნებამ მთლიანად შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი და თქვენ ხედავთ მათი წარმომადგენლების ყოველდღიურ განცხადებებს, მტრულ განცხადებებს ევროკავშირთან მიმართებაში და ბუნებრივია ამ ტიპის განცხადებები, მტრული პოლიტიკა, მტრული განცხადებები აზიანებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის და დასავლეთს შორის ურთიერთობას. ამასთანავე, გარდა იმისა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ცდილობს იზოლაციაში მოაქციოს ქვეყანა, მან არაერთი რეპრესიული კანონი მიიღო ამ დროის განმავლობაში, რომელიც ამ ქვეყანაში ფაქტობრივად აუქმებს ადამიანის უფლებებს. რეპრესიული კანონები არის ერთმანეთის მიყოლებით მიღებული და თქვენ იცით, რომ ახლა დაანონსებულია კიდევ განათლების რეფორმა, რომელიც სკოლისა და უმაღლესი სასწავლებლების რეფორმას ითვალისწინებს და ფაქტობრივად ეს რეფორმაც მიმართულია იქეთკენ, რომ ქართული საგანმანათლებლო სისტემა მთლიანად ჩამოიშალოს დღეს არსებული სისტემა. იმიტომ რომ განათლების სპეციალისტები, თავისუფალი უნივერსიტეტების რექტორები, მათი წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, ვინც ჯერ კიდევ ხმას იმაღლებს რეჟიმის წინააღმდეგ, ყველა ერთად თანხმდება იმაზე, რომ ოცნების მიერ დაანონსებული რეფორმა რეალურად გაანადგურებს ქართული განათლების სისტემას, იზოლაციაში მოაქცევს, მოწყვეტს ბოლონიის პროცესს, რომელიც გულისხმობს მაგალითად ქართული აკრედიტირებული პროგრამების დასავლურ პროგრამებთან ინტეგრაციას. ასევე თუ კი გაუქმდება საჯარო სკოლებში მე-12 კლასი, ქართველი მოსწავლეები ვეღარ შეძლებენ
ასე მარტივად როგორც დღეს არის თქვა დასავლეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებას, ვინაიდან ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა არ იქნება თანხვედრაში დასავლური განათლების სისტემასთან და ბუნებრივია ქართველ ახალგაზრდებს, რომლებსაც დღეს არსებული სისტემა, მათ შორის ხელმოკლე ოჯახებს შესაძლებლობას აძლევდა, რომ მათი შვილები საუკეთესო უნივერსიტეტებში წასულიყვნენ, მათი ცოდნიდან გამომდინარე, ამ შესაძლებლობებს ფაქტობრივად მთლიანად უკლავს და ამ მოცემულობის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, გამოდიან ის ადამიანები, ვინც ამ სფეროში არიან დასაქმებული, ვინც ცდილობს, ვინც იაზრებს იმ რისკებს და საფრთხეებს, რაც ელოდება ქართულ სკოლას და უნივერსიტეტებს და აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა აი ამ დამაზიანებელ რეფორმას, რომელიც გააჟღერა ქართული ოცნების ხელისუფლებამ. ამასთანავე იყო კორუფციის წინააღმდეგ კანონში შეიტანეს მათ ცვლილებები და ამ ცვლილებების მიხედვით საჯარო სექტორში დასაქმებულ პირს ეკრძალება მეორე სამსახურში დასაქმება უშუალო უფროსის წერილობითი ნებართვის გარეშე. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ჩანაწერი არის რეპრესიული მუხლი, გამომდინარე იქედან, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი არის ძალიან დაბალი და ის ვერ ყოფნის საბაზრო მოთხოვნებს, იმიტომ რომ მაგალითად პროდუქტების ფასები მაღალია, ზოგადად ყველა სფეროში გაზრდილი არის მომსახურების ღირებულება, ადამიანს არ ყოფნის, ვთქვათ, ერთ სამსახურში აღებული ხელფასი და ადამიანების მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად სამუშაო ადგილები ძალიან მცირეა ამ ქვეყანაში და ფაქტობრივად არ არსებობს, მაგრამ ვინც კი ცდილობს, რომ აი მეორე სამსახური იშოვოს, ვთქვათ, განათლების სფეროში დასაქმდეს და აი ამ ფორმით, ვთქვათ, გაიჩინოს დამატებითი შემოსავალი, აი აქაც შემოიტანა ოცნების ხელისუფლებამ შეზღუდვები და გააკეთა ჩანაწერი, რომ მეორე სამსახურში ვერავინ დასაქმდება, თუ მას არ ექნება პირველი სამსახურიდან უფროსის ნებართვა. ბუნებრივია ეს იწვევს ბევრ კითხვას, ბევრ გაუგებრობებს, ასევე საუბარი იყო მათ შორის მასწავლებლებზე, რადგანაც ისინი მუშაობენ საჯარო სკოლებში, მიიჩნევიან საჯარო მოხელეებად, ასევე მათზეც ითქვა, რომ მათ არ ექნებათ სკოლის დირექტორის ნებართვის გარეშე სხვა სკოლაში მუშაობის უფლება, თუმცა აი ამ საკითხს მოყვა ბევრი, ასე რომ ვთქვათ, გამოხმაურება, ბევრი კითხვა დაისვა ამასთან დაკავშირებით, რადგან იცით, რომ საქართველოში მასწავლებლების დიდი ნაწილი პრინციპში რეპეტიტორობს, ისინი ფაქტობრივად აი ამ რეპეტიტორობით უფრო ირჩენენ, ვთქვათ, თავს და ოჯახებს, ვიდრე სკოლაში აღებული ხელფასით და ბუნებრივია ეს მათთვის იყო ძალიან მტკივნეული შეხება, მტკივნეული დარტყმა მათ საქმიანობაზე, მაგრამ როგორც ჩანს, ქართული ოცნების ხელისუფლება ცდილობს, რომ არ გაანაწყენოს მასწავლებლების დიდი ნაწილი, რადგანაც ისინი ყოველთვის მოიაზრება როგორც წესი მმართველი პარტიის საარჩევნო ელექტორატად და ბუნებრივია ყველა ხელისუფლება ცდილობს, რომ მასწავლებლების ხმები მოიზიდოს და ყოველთვის ცდილობდნენ, რომ რაღაც ლოიალური განწყობები წამოსულიყო ყოველთვის ამ სექტორიდან მმართველი პარტიის მისამართით, მაგრამ ამ ტიპის გადაწყვეტილებები ფიქრობ გააჩენს კრიტიკულ მოსაზრებებს და შესაძლოა, რომ მასწავლებლების დიდი ნაწილიც კრიტიკულად განაწყოს ამ გადაწყვეტილებების მიმართ. დღეს მაგალითად გამოსული იყო ქართული ოცნების განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, რომელმაც გააკეთა აი ამ ტიპის განცხადება, რომ თითქოს კანონმდებლობა არ ცნობს რეპეტიტორის ინსტიტუტს, აი ასეთი ფრაზა თქვა და ბუნებრივია რეპეტიტორებს არ შეეხებათ აი ამ ტიპის ეს ცვლილებაო რა, ნებართვა არ დაჭირდება მასწავლებელს რეპეტიტორობაზეო, მაგრამ შემდგომში მათი პროპაგანდისტული ტელევიზიებისგან იყო მსგავსი კომენტარები, რომ თითქოს აქ საუბარია იმ რეპეტიტორებზე, რომლებიც სახლში ამზადებენ მოსწავლეებს, მაგრამ ვინც მაგალითად საგანმანათლებლო ცენტრებში მუშაობენ, მათზე გავრცელდება ამ ტიპის შეზღუდვა. როგორც ჩანს, ჯერჯერობით თავადაც არ არიან ჩამოყალიბებული, რა უნდა გააკეთონ, რა ტიპის განცხადებები გაავრცელონ, როგორც ჩანს, ისინი ტესტავენ მასწავლებლების რეაქციებს ამ საკითხთან დაკავშირებით და შემდგომში არ ვიცი, ალბათ არ გამოვრიცხავთ, რომ ურთიერთგამომრიცხავი კომენტარი
კომენტარები გააკეთონ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერჯერობით აი ამ ტიპის განცხადებებია ამ საკითხზე გაკეთებული. მე შევეცდები რომ აქ ყოფ ადამიანებსაც გავესაუბრო განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებზე. მაგალითად ნინო კაკულია მოგესალმებით ბათუმელების ჩართვაში. მე როგორც ვიცი თქვენ შეხება გაქვთ საგანმანათლებლო სფეროსთან, ხო? მახსოვს მითხარით რომ ერთი პერიოდის საჯაროშიც მუშაობდით და გაქვთ მოსწავლეების მომზადების გამოცდილებაც. რა მაინტერესებს ით რას ფიქრობთ აი ამ ახალ საგანმანათლებლო რეფორმაზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ დაანონსა, მათ თქვეს რომ თითქოს ეკრძალება მასწავლებელს რეპეტიტორობა, თუმცა დღეს მოვისმინეთ რაღაც ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, საუბრობენ რომ შესაძლოა ეს არ შეეხოთ იმ რეპეტიტორებს, ვინც სახში ამზადებს მოსწავლეს, მაგრამ შეიძლება ეს გავრცელდეს ცენტრებზე და ასე შემდეგ. ზოგადად რას ფიქრობთ აი ამ ტიპის ცვლილებაზე, რისთვის გააკეთეს ეს ჩანაწერი და რას გამოიწვევს რეალურად ეს, თქვათ, როგორც მასწავლებელი, რა თქვენი მოსაზრებები არის ალბათ მნიშვნელოვანი ამაზე. მე არ ვფიქრობ რომ ძირფესვიანად შეცვლის სიტუაციას სკოლებში, იმიტომ რომ ისედაც ძალიან ცუდი სიტუაცია არის. მასწავლებლის მხრიდან დავიწყებ იმით, რომ მის მიუხედავად რომ არის რამდენიმე მასწავლებელი, ერთეულები, რომლებსაც დიდ პატივს სცენ საჯარო სკოლებში მომუშავე მასწავლებლებს გულისხმობ, მასაში ძალიან ცუდი მდგომარეობა არის და ეს ის მასწავლებლებია, ვინც აი 20-30 წლის წინ, როდესაც ვერსად ვერ აბარებდნენ სხვაგან, აბარებდნენ პედაგოგიურზე. რაღაც ასეთი ტენდენცია იყო, ანუ გულისხმობ რომ ადამიანები საკმაოდ დაბალი ინტელექტის დონის მქონე მოხდნენ სკოლაში, მოხდნენ დაწყებითი განათლების საფეხურზე აბარებდნენ ძირითადად როგორც მახსოვს და უფასოდაც გამოაცხადა სახელმწიფომ ეს ფაკულტეტები სწორედ საფეხური არის უნიშნულოვანესი და ვიცნობ ისეთ მასწავლებლებს, რომლებიც გამართულად ვერ საუბრობენ ქართულად და მუშაობენ მასწავლებლებად და ასეთი მასწავლებლები, რა თქმა უნდა, ლოიალურია ყოველთვის, რაც არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში და ჩვენ ნანახი გვაქვს როგორ უწყობდნენ ხელს არჩევნების დროს მართლ პარტიას, ვიცი რომ კოორდინატორებად მუშაობდნენ და ხელს უგროვებდნენ აშკარად აი არც უსინდისო დიქციონენ ეს იყვნენ პედაგოგების სამწუხაროდ და რა თქმა უნდა მაშინ უნდა ეფიქრა ბევრს რომ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდებოდნენ, როდესაც საარსებო წყაროს გადაუკეტებდა პარტია. და ეს არის საარსებო წყარო, იმიტომ რომ მასწავლებლის ხელფასი არ არის საკმარისი საიმისოდ რომ ამ ქვეყანაში იცხოვრო რომ იარსებოს საიმისოდაც არ არის საკმარისი თუ დამატებით შემოსავალი არ აქვს და აქამდე ეს იყო რეპეტიტორობა და თუ რეპეტიტორობა წაართვეს კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში და კიდევ უფრო ადვილი გახდება ასეთი ადამიანის მართვა. რომც არ წაართვა ნინო, მე როგორც ვიცი, ხო არის დამატებითი შემოსავალი აისახება ძირითად შემოსავლებში, ხო? და რაღაც 40,000 თუ გადაცდა შემოსავალი იბეგრები. და ვიცით რომ ეს 40,000-ზე ეს მარჟა მიღებული იყო წლების წინ, როდესაც ქვეყანაში 200 და 300 ლარი იყო, ხო, რაღაც საშუალო ხელფასი. ამის შემდეგ არ შეიცვალა ეს და აი ინფლაციის პირობებში, როდესაც თანხა გაიზარდა, მაგრამ მყიდველუნარიანობა მაინც დაბალია. ადვილად ცდებიან ადამიანის შემოსავალი ცდება ამ 40,000, მაგრამ რეალურად ეს არ არის ცხოვრებისთვის საკმარისი. ესეც ალბათ გასათვალისწინებელია, რომ შეიძლება დაიბეგროს ეს ხალხი, ხო? რა თქმა უნდა და ისიც გავიგე კოლეგისგან, ყოფილი თანამშრომლისგან, მე წლები არ მუშაობ სკოლაში და მუშაობ რეპეტიტორად ზუსტად. და გავიგე რომ ის მასწავლებლის გამოცდა და მის საფუძველზე მოპოვებული სტატუსი და სტატუსის მიხედვით დანამატი სახელთასო ისიც გაუქმებულა. კი, გაუქმდა შარშან ამილახვარისებს გაუქმდა. აი თან და თან აჩვევენ ამ ადამიანებს, ხო, ის იგავარაკის ბაყაყებით, ხო, თუ
მოხდა პირდაპირ დუღარე წყალში, რაღაცას მოიმოქმედებს, რომ გამოვიდეს. თუ ნეუტრალ მდგომარეობაში არის, ეჩვევა, ეგუება და იღუპება ნელ-ნელა. ეს დაემართა ჩვენ მასწავლებლებს, ჩვენ პედაგოგებს. იმაზე რისთვის დაჭირდათ? კონტროლისთვის, რომ ეკონტროლებინათ თუ რა შეჭირდებოდათ მაგალითად მასწავლებლების კონტროლი, რომლებსაც ისედაც აკონტროლებდნენ და ისედაც შუმ მდგომარეობაში იყვნენ ყველა სიტუაციაში ვთქო, ხო? ერთი საშუალება რომ კიდევ რაღაცი დააშინონ, კიდე აკონტროლონ, დაჩაგრონ და უფრო ლოიალურები გახადონ. ხმის ამომღები არავინ დარჩება, იმიტომ რომ ვისაც ქონდა ღირსება ის უკვე ალბათ გამოეყო ამ საზოგადოებას და აღარ მონაწილეობს ამ ფარსში. მე ასე ვფიქრობ და დანარჩენები ვინც რჩება, აი თავს დააბრალოს, რასაც ქვია. და ანუ თქვენ გაგვგანცდა რომ მასწავლებლები აი ამ რეპრესიასაც შეეგუებიან? კი. მე ვფიქრობ, რომ შეეგუებიან, ხმას არ ამოიღებენ. ამაში დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად და მე ძალიან მწარედ მახსოვს ის დღე, როდესაც დაატყვევეს ნინო დათაშვილი და დაანონსებული იყო პედაგოგთა სოლიდარობის აქცია და რა თქმა უნდა მივრბოდი იმ აქციაზე, მე ძალიან კარგად მახსოვს და დამხვდა 4 პედაგოგი. სულ 10 ადამიანი შეკრებილი და 10 ადამიანიდან 4 პედაგოგი. მაშინაც არ შეაწუხა ძირითადად მასწავლებლები ქალბატონები არიან და არც ამ კუთხით არც როგორც ქალებს არ შეაწუხათ, არც როგორც დედებს, არც როგორც პედაგოგებს, არც როგორც ამ ქვეყნის მოქალაქებს არც ერთი ასპექტის მიხედვით არ შეაწუხათ ამ ამბავმა და ამასაც ადვილად გადაყლაპავენ, მე ვთვლი. ღირსება რასაც ქვია, სამწუხაროდ გამქრალია სადღაც. და ღირსების გარეშე პედაგოგი არ არის პედაგოგი, არ გამორიცხულია, ვერ გაზრდის. პედაგოგი პირველ რიგში ნიშნავს აღზრდელს და მეორე უკვე მასწავლებელი და პედაგოგი ერთი და იგივე არ არის. სიტყვა პედაგოგი გულისხმობს პირველ რიგში აღზრდას და ღირსების მქონე ადამიანი, მონური აზროვნების ადამიანი თავისუფალ ლაღ ახალგაზრდას ვერ გაზრდის. გაზრდის იგივე ჭანჭიქს, ხო, სისტემის ჭანჭიქს. სხვანაირად ის გამორიცხულია, ასე სხვანაირად აი ვერ იქნება. საბჭოთა პერიოდში ყველა ბავშვი იხსენებდა, მე მგონი, როგორ ეუბნება, ნუ ატლიკინებენას. ანუ ეს იყო საბჭოთა განათლების სისტემა, რომ არავის ეტლიკინებინა ენა, ხო, რაღაც მორჩილებისკენ და სიჩუმისკენ მოწოდება და მე მგონი რაღაც ამ მდგომარეობაში დაბრუნდება სკოლა. აბსურდია, აი ქართული ენის მასწავლებლები და ისტორიის მასწავლებლები რომ მოუყვებიან მოსწავლეებს გმირების ამბებს, რომ რაღაცა წარსულში რაც მოხდა იმ ამბავს და იქვე მიდიან და აყალბებინებენ არჩევნებს. სადაა ლოგიკა? ხო, აბსურდია რაღაცა. და რო ვთქვა, რომ ძალიან მაწუხებს ეს ამბავი, სადღაც აი სიხარული კი არა და აი ნიშნის მოგები ხო ჩემთვის რო ჩავიცინო. ეს მოსალოდნელი იყო და ეს ალბათ უნდა გაეთვალისწინებინა ადამიანებს თუ კი აქვთ იმათ საღი აზრი და გონება, მაგრამ ბევრს არ ქონია. და ისევ რო დაუბრუნდეთ იმას, რომ ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე ვერ საქმდები მეორე სამსახურში. ეს კიდევ ერთი კარი გაეხსნა კორუფციისა და აი ნეპოტიზმისათვის. მოძებნიან ნაცნობებს, ნათესავებს, რაღაცა საჩუქრებს მიართმევენ დირექტორებს. ეს ამას უხსნის კარს. და თუ დირექტორი არის თავად რეპეტიტორი, ალბათ ბუნებრივია ის მისცემს ნებართვას, ხო? რა თქმა უნდა, ან თუ ახლობელია, ან მეზობელი, ან მეზობლის ახლობელი, ან რაღაცა როგორც ხდება ხოლმე ამ პატარა ქვეყანაში და მით უმეტეს ამ პატარა ქალაქში, სადაც ყველაფერს იცის. ანუ თითქოს კორუფციას ვერ ბრძვით, მაგრამ რეალურად კორუფციისთვის ხსნიან არხებს. სად არის კორუფციასთან ბრძოლა? სად არის? რა თქმა უნდა, ეს ფარსია ყველაფერი, რაც ხდება ირგვლივ.
და ძალიან სამწუხაროა ჩემთვის, რომ პედაგოგები დიდ როლს თამაშობენ ამ ფარსში. ეგრეთ წოდებული პედაგოგები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყავს მე რამდენიმე ნაცნობი პედაგოგი, რომლებიც მართლა ნამდვილი მასწავლებლები, ნამდვილი პედაგოგები, ნამდვილი გულანთებული ქართველები, ძალიან კარგი მოქალაქეები და ასეთივე ახალგაზრდებს ზრდიან, ასწავლიან იგივეს და უმრავლესობა თუმცა 60,000-ში რაღაც 1% არ არის. ძალიან ცოტა. ასეთები. დიახ, სამწუხარო რეალობა. მადლობა ნინო. მარიამ, გაგესაუბრები შენც. ბათუმელების შართვაში ხარ და ეხლა ვსაუბრობდი ნინოსთან დაგეგმილა იმ რაღაც რეფორმას რო აპირებენ, ხო? უნივერსიტეტთან შენც გექნება შეხება ცხადია. რაზე გაქვთ ნასწავლი თქვათ, რომ აი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებზე. ბაკალავრიატი, ხო? სამაგისტროზე ჯერ არა, ხო? ორჯერ ჩააბარე. აი მაგალითად, ახლა რომ მოგინდეს სამაგისტროზე ჩაბარება, ხო? იმიტომ რომ ადამიანები არიან, რომლებსაც უნდათ განვითარება, წინსვლა, რაღაც მეცნიერებაში წასვლა, კვლევა და ასე შემდეგ. ის რაც გესმით, რომ მაგალითად ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი, აი ეს რაღაც აბსურდული, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი რაღაც რეფორმა, რომელიც ვერ გავიგეთ, ხო, ჯერ რას ითვალისწინებს რეალურად და რას ნიშნავს თუნდაც ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი, ერთ ფაკულტეტზე ერთი პროფესორი და ასე შემდეგ. მოგინდება ამ ტიპის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება? შენთვის რას ნიშნავს ეს რეფორმა? რაც მოვისმინეთ იქედან გამომდინარე, ცხადია, ბევრი რამეა ბუნდოვანი, მაგრამ მაინც რა შთაბეჭდილება გრჩება, რას უპირებენ საერთოდ უნივერსიტეტებს? ჩვენს განათლების სისტემას უამრავი პრობლემა ჰქონდა, მისი ხარისხი ახლოსაც არ იყო დამაკმაყოფილებელთან, პროფესორ მასწავლებლებსაც უამრავი პრობლემა ჰქონდათ, მათ არანაირი პროგრამები არ იყო მათთვის კვლევითი საქმიანობის რაღაც პირობები შეექმნა და ხელი შეეწყო. ახლა რაც დაგეგმეს, ეს კიდევ უფრო მეტად გაუარესებს მგონია ხარისხს და განათლების ხელმისაწვდომობას. ჯერ ერთი თითო ქალაქს რის მიხედვით უნდა შეურჩიონ, ანუ რომელ ქალაქში რა რაღაცა ისტორიული წარსულიო, რას გულისხმობენ ამ ისტორიულ წარსულში, არ ვიცი. წარმოუდგენელია. ისტორიული წარსული ყველა საბჭოთა რაღაცა სისტემასთან ებმის და აჭარაში მაგალითად მხოლოდ საზღვაო საქმიანობასთან დაკავშირებული პროფესიების შესწავლა შეეძლება სტუდენტებს. ქუთაისში რა უნდა შეძლონ? ან თბილისში აი რას დაუთმობენ? ანუ როგორ შეიძლება ასეთი გადანაწილება? ეს ნიშნავს ან რა პრინციპი, ხო? ისაც არახელმისაწვდომი განათლება, არახელმისაწვდომობას განაპირობებდა მაღალი გადასახადები, საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემები, სტუდენტური საცხოვრისის არარსებობა და რაც არსებობს ძალიან ცოტაა და ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას, გაძურებული საცხოვრებელი, არ ვიცი, კალათი, სადაც სტუდენტებს, ახალგაზრდებს სწავლის ნაცვლად ამ ყველაფრის გამოსამუშავებლად უწევთ სულგანაკვეთიან სამსახურებში მუშაობა, ის რაც რთული იყო. ახლა იძულებულ გახდიან ეს მიგრაცია კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს შიდა და ამასთანავე პროფესორ მასწავლებლები ხომ ვერ გააკეთებენ ასეიო, კაი, სტუდენტის კიდე ნაკლები პასუხისმგებლობა და შეიძლება ისედაც რთული იყო, მაგრამ დაუშვათ აი რომ ამბობენ რუსთავში რო ისწავლის სტუდენტი სად უნდა დასაქმდეს? აი რუსთავის გარემოში სად უნდა დასაქმდეს სტუდენტი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ სამსახურის გარეშე ვერ იხდიან ისედაც სწავლის გადასახადს, ხო ადამიანებს. არანაირად ნაფიქრი არ არის, ამათ რაღაც მზაკრული გეგმა აქვთ. რა ვიცი, წინ უდევთ ამ მზაკრული გეგმის მიზანი არაფრით არ არის დაკავშირებული განათლების გაუმჯობესებასთან, სისტემის გაუმჯობესებასთან, სწავლების გაუმჯობესებასთან, სტუდენტების და პროფესორ მასწავლებლების ხელშეწყობასთან. ამის ინტერესი არის, რაც შეიძლება სწრაფად გაანადგურონ მთელი ინფრასტრუქტურა, მოიგდონ ხელთ და გადაცვალონ შემდგომ, არ ვიცი, ბიზნეს ინტერესებში. ითქვა პრინციპში, რომ ჭავჭავაძეზე, სადაც ილიაონის შენობებია, თურმე საინვესტიციო ინტერესები აქვთ მათ და არ არის გამორიცხული, რომ უნივერსიტეტების ადგილას ვიხილოთ რაღაც მახინჯით სათამბჯენები, ხო, რასაც აშენებენ ხოლმე, როგორც წესი.
ალბათ ყველგან ასეთი დამოკიდებულება ექნებათ და რა ვიცი მე მეორე ერთხელ ვიძინა დაპირდა მოსახლეობას რომ აი წადით გერმანიაში იქ იაფ სამუშაოს გიშოვითო ხო თუმცა ამ გერმანიის გზას უკეტავენ დღეს ამ გერმანიის გზას უკეტავენ მაგრამ აქ ცხოვრება გახდება შეუძლებელი ძალიან ბევრს მოუწევს ქვეყნის დატოვება ბევრმა დატოვა ბევრი ფიქრობს ვისაც არ უფიქრა იმასაც იძულებულს გახდიან ეს არის ალბათ გეგმა რომ აქ ველი მოისუფთავონ რაც შეიძლება დიდძალი ფულის საშონელად სხვა ყველა ღირებულება საჯარო სიკეთე გამქრალი არის და უნდათ ასეთივე მოქალაქეები ყავდეთ სადაც არ მნიშვნელობს განათლება არ მნიშვნელობს რამდენად გაიფართოვებს ადამიანი თვალსაწიერს რაში აიმაღლებს კვალიფიკაციას როგორ იქნება მისი მაყოფილება საკუთარი ცხოვრებით ან როგორ შეძლებს სოციალურ კიბეზე დაწინაურდეს და აქამდე განათლება ამის საშუალებას ჯერ კიდევ იძლევა და აქ ყველაფერს მოსწობენ ერთადერთი წინსულის შესაძლებლობა უნდა დარჩეს ალბათ ბატონს თავი დაუხარო და მოერგო იყო რაღაც მაქსიმალურად რაღაცა იოლად მორგებადი ჭანჭიკი სხვა პრინციპში მათი პროპაგანდისტები სულ ამბობდნენ ხო ჯერ შათირიშვილმა მოუწოდა ახალგაზრდებს წადით ქვეყნიდანო გუშინ მე მგონი მათმა ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა გაიმეორა ხო ან გვაღიარებთ ან განიდევნებით რა იგულისხმა ეხლა განიდევნებაში ქვეყნიდან ყრიან მოქალაქეებს არ ვიცი, აი ასეთი ენით ელაპარაკებიან, რომ ან გვაღიარეთ, ან გაგდევნით, ან დაგჩაგრავთ, ან დაგამშევთ, დიახ. ახალი ფორმა აქვს, ეს არის შეგიქმნას ისეთი პირობები, შეგავიწროოს ისე, წაგართვას მომავალი, წაგართვას ცხოვრების შესაძლებლობა, ზრდის შესაძლებლობა, რეალიზაციის შესაძლებლობა, სადაც უნდა ამ ყველაფერთვის დატოვო ქვეყანა და წახვიდე. გადასახლების ახალი ფორმაა ეს. ასე გამოდის სამწუხაროდ. მადლობა მარიამ, რომ გაგვიზიარეთ მოსედრება. ბათუმელების ლაივს ვინც ახლა შემოუერთით, შეგახსენებთ, რომ დღეს არის 357 დღე, რაც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან პროტესტში. თქვენ იცით, რომ ამ პროტესტის მოთხოვნები არის დღემდე უცვლელი. პირველი და მთავარი მოთხოვნა ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება თავისუფალ გარემოში, სადაც რეალური პოლიტიკური პარტიები მიიღებენ მონაწილეობას და არა ვთქვათ ქართული ოცნების სატელიტები და რაღაც მტრულად განწყობილი იდეოლოგიის მქონე პარტიები, იმიტომ რომ თქვენ იცით საქართველოს მოსახლეობის აზრი ხო, რა ტიპის არჩევნებს ითხოვენ ისინი და რეალურად რა არის მათი მოთხოვნა, რომ ეს ქვეყანა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის პროცესს და არ დაშორდეს საქართველოს თქვათ ევროინტეგრაციას არ შეუჩერდეს ამ ქვეყანას ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა განვითარების შესაძლებლობები არ ჩაეკეტოს ამ ქვეყანას და რა თქმა უნდა მეორე მთავარი მოთხოვნა ეს არის გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები ეს არის საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნა და ასევე იმ მეგობარი ქვეყნების მოთხოვნა რომლებიც დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული ამ ქვეყანას გვერდით უდგანან და ეხმარებიან თითქმის ყველა სფეროში და იმისათვის რომ ეს ამ ქვეყანა მიაღწიოს თავის დასახულ მიზანს და ეს მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება. მადლობა იმისთვის, რომ გვისმენთ, ჩვენთან ხართ, მე გემშვიდობებით და დაგიბრუნდებით ხვალ ამ დროისთვის. დროებით.